თითქმის ყველას დაურიგეს უკვე ეს დაჯარიმების განკარგულებები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და დღეს მეც მომივიდა გადავწყვიტე რომ შემართა არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის, არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარისთვის ხელფასი მაგათ აქვს, სამსახური მაგათ აქვს და ჩვენ ზუგზე მოვიდნენ ფაქტიურად ხელისუფლებაში. ეს ის ხალხია, ვინც მიშას ადღეგრძელოებს, მაგიდაზე დამდგარისვამდნენ მიშას და თორსა ჩვენ დავგვარბებდნენ და დავგზავდნენ და გვიჭერდნენ. ხო, ჩვენ ზუგზე მოვიდნენ. კეთილი ინებეთ და გადაიხადეთ მეთქი რა, დაუწერე განცხადებაში. მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფრისა აპარატმა თურმე ეს აპრობირებული ქონიათ, იმიტომ რომ ბატონი უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატებისა, იქ ბაგრატიონისა და იმისგან არ მიუღიათ მასეთი განცხადებები და თურმე მეც ჩემიც არ უნდა მიეღოთ. რომ რატო წერია არალეგიტიმურიო, ჩვენო ლეგიტიმურები ვართო ეს პრეტენზია აქვთ. რაზეც პასუხი მიიღენო, მე არანაირ განცხადებას არ შევცვლი სათაურს და გადავწყვიტე ბატონ გაბაიძესთან ასვლა. იმ გაბაიძესთან, რომელიც არსაიდან მოვიდა კალოშებით, ხო? რეალურად ასე იყო. ვინმე არ იყო მაგ ქალაქში. სამწუხაროდ. არ მიიღეს, მთელი ომის შემდეგ გაბაიძემ გაიპარა კაბინეტიდან და დაიმალა, მაგრამ იმედია გარეთ დავიჭერ მაინც და დღავხდი იძულებული რომ გამეგზავნა პოსტით. ყველა ვარიანტში არც პოსტასაც თუ არ მიიღებენ, შემდეგ რაღაც გამოვნახავს სხვა ხერხებს რომ მივაღებიო გინდა არ გინდა განცხადება და განსხვავებით უმაღლესი საბჭოდან მთავრობის კანცელარიამ ჩაიბარა. ასე რომ განცხადება მათთან შესულია. როგორც მე არ ვითხოვ იმას, რომ ვიღაცამ შეღავათი გააკეთოს, არანაირი შეღავათი, კეთილი ინებონ და ვალდებული არიან თავისი ხელფასიდან გადაიხადონ. დავით გაბაიძესთან რა გაქვთ თქვენ სარქმელი, რატომ ითხოვდით მასთან შეხვედრა? არაფერი, ეს არის ერთი კალოშიანი სოფლელი, რომელმაც არაფრიდან მიიღო თანამდებობა და დღეს ქუჩაში ვეღარ გამოდის და მე მაგას სადღაც მაინც დავიჭერ. იმას არ ვაპატიებ, რომ კარები დამიკეტა და დამემალა. ასლანაბაშიძეს არ დაუკეტია ჩემთვის კარები. და მე მგონი გაბაიძეს იმის ნამუს და სინდისი უნდა კონდეს ამ არსაიდან მოსულ ადამიანებს იმის სინდისი და ნამუსი უნდა კონდეს, რომ მოქალაქეს კარი არ დაუკეტოს. მიუხედავად იმისა, მე რას ვითხოვ განცხადებაში. და ამიწერია ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური და აღარ თუ მაგათ ეჭვიეპარებად რომ არალეგიტიმურები ლეგიტიმურები არიან თუ არ ეპარებათ მაგაში მე ვიდეს შემხდეს და დავანახებ არის თუ არა ლეგიტიმური.